საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტის 40 წუთზე გათვლილი ინაუგურაცია დღეს მხოლოდ 25 წუთს გაგრძელდა. ისე ჩანდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა ფიცროდის ჩაამთავრებდა და პარლამენტის დარბაზში შეკეტილებმა ფორმალური ნაწილი უცებ გაიარეს და დაიშალნენ. ყაველაშვილის დანიშვნის შემდეგ ცალკე პროპაგანდა და ცალკე მოლაპარაკებები თავები ცდილობდნენ ამ დღესთვის მიეკერებინათ ისტორიულის სტატუსი. ყველა გამოსვლაში პროპაგანდას და მოლაპარაკე თავები წყვებოდნენ, რომ ეს იყო ისტორიული დღე და აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ განმარტებული ყოფილიყო ინაუგურაციის გამართვის ადგილმდებარეობის მიზანშეწონილებაც. მაგალითად, წილოსანი საკუთარ TikTok-ზე დებდა ვიდეოებს, სადაც ხსნიდა, რომ კანონში არის გაწერილი ეს თუ როგორ უნდა, რომ აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარდეს კანონში, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას რაც დაჭირდა, ბოლო დროს ყველაფერი გაწერილი არის, ერთადერთი რაც არ იყო გაწერილი, რაც გაწერილი არის და ვერ გაშეცვალეს, იმიტომ რომ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იყო ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, თუმცა ესეც შეცვალეს მაინც და უარი თქვეს ამ გზაზე. რაც შეეხება როგორ მიმდინარეობდა, როგორი იყო საქართველოს პრეზიდენტების ინაუგურაციები. ეს დღეები ყოველთვის იყო გამორჩეული და განსაკუთრებული და ყოველთვის იყო პომპეზური. ქონდა ტრადიციული ნაწილები ამ დღეებზე შედგებოდა ამ ტრადიციებისაგან. მაგალითად, ზუსტად გამსახურდია ეს ინაუგურაცია. პირველი ის მან ფიცი დადო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ეს ამ შემთხვევაში ყაველაშვილის შემთხვევაში იყო, თუმცა ზუსტად გამსახურდია ამ ფიცის დადების შემდეგ გავიდა გარეთ და გავიდა ხალხში. შემდეგ მოგვიანებით სამხედრო აღლუმი მან 26 მაისს უკვე დინამოს სტადიონზე ჩაიბარა და შეგვიძლია ვნახოთ ახლა მცირე მონაკვეთი ფიცის დადების საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ზუსტად გამსახურდიას ინაუგურაციის დროს. ფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთხულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში. ინაუგურაციების შთამბეჭდავი იყო ედუარდ შევარდნაძის დროსაც. საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ტრადიციად აქცია მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავზე ასვლა. პირველ შემთხვევაში მან მთაწმინდის შემდეგ პარლამენტის წინ დადო ფიცი. მისი ინაუგურაციის მნიშვნელოვანი ნაწილი კი სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა. უკვე მეორე შემთხვევაშიც მან პარლამენტის წინ დადო ფიცი და ვნახოთ ახლა კოლაჟი ამ ორივე მონაკვეთიდან. მე დღეს ვიყავი მთაწმინდაზე, თაყვანი ვეცი წმინდა ილია მართალს, პრეზიდენტისა და პარლამენტის სახლის წინ კონსტიტუციური ფიცი დავდე. იწურება მე-20 საუკუნე ქრისტეს დაბადებიდან სასულიერო და საერო ხელისუფლებამ საერთო ძალისხმევით უნდა ვაშენოთ ახალი საქართველო. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას.
მიხეილ სააკაშვილის პირველი ინაუგურაციის პირველი ნაწილი გელათში გაიმართა, მეორე ნაწილი კი თბილისში იყო. სააკაშვილმა სიმბოლურად საქართველოს ახალ დროშასთან ერთად მაშინ პარლამენტის წინ ევროკავშირის ჰიმნის ფონზე ევროპის დროშაც აღმართა. საქართველოს ევროპის ნაწილია და ეს დროშა ჩვენი დროშაც არის. თქვა მაშინ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, რომელმაც არჩევნებში ხმათა 96%-ზე მეტი დააგროვა. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი უცხოელი სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების ჩათვლით, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი. სამხედრო მისალმების შემდეგ სააკაშვილი ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხში შევიდა. უკვე მეორე ინაუგურაციაზე პრეზიდენტი არა პარლამენტის ეზოდან, არამედ ხალხში გაშლილი წითელი ხალიჩიდან მივიდა ტრიბუნასთან. ცხადია, აქაც იყო სამხედრო კომპონენტი, მეორე ნაწილი კი უკვე ბაგრატის ტაძარში გაიმართა. და შეგვიძლია ვნახოთ ახლა ეს ნაწილები მიხეილ სააკაშვილის ორივე ინაუგურაციიდან. მე ვარ ამიწის შვილი. აქ არიან ასევე ჩემი წინაპრების შვილები ჩემთან ერთად და მე მათ მინდა უთხრა, რომ ნამდვილად არ შევარცხნილ. მე მინდა ქართველებს უთხრა მადლობა და ყველას ვით მობრძანეთ. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას. ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. რომ თავისუფლების დაცვას დიდი ჯაფა და გააზრებული გამბედაობა სჭირდება, რომ შეუქცევადი ჩვენო ძვირფასებო, რა თქმა უნდა არაფერია, რომ საბოლოო გამარჯვებისკენ გზა ძალიან დიდი სირთულეებითაა ჩახერგილი. ისტორია გვასწავლის, რომ ამ ბარიერების გადალახვა ადვილი არაა და ამას ჩვენი დიდი ერთსულოვნება და შემართება სჭირდება. პრეზიდენტის ინაუგურაციები სიმბოლური და საზეიმო იყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 2013 წლის 17 ნოემბერს გაიმართა. ინაუგურაციაზე მიწვეული იყო წინა ორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, თუმცა ცერემონიას არ დასწრებიან ისინი. ფიცის დადების ცერემონია ისტორიაში პირველად მაშინ პარლამენტის შიდა ეზოში გაიმართა. თვალი გადავალოთ ახალ ამბებს, რომელიც მაშინ იწერებოდა და ეს ძალიან საინტერესო არის. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალზე აშშ-ს დელეგაციას უხელმძღვანელებს. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით შაჰთან ერთად ცერემონიალს აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ევროპასა და აზიაში საერთაშორისო განვითარების ბიუროს ადმინისტრაციის ასისტენტი ჯეიფ ალექსანდერი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია, პროტოკოლის უფროსი ოფიცერი აზელ რობერტსი და USAID-ის მთავარი მრჩეველი ენდრიუ სვითი დაესწრებიან. მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ჩამოსული იყო ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ჯეიმს აპატურაი მაშინ თქვა, რომ საქართველოში ორი მიზნით ჩამოვიდა. ერთი ეს იყო პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება, ხოლო მეორე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების გაცნობა. მაღალი რანგის სტუმრების ფონზე ცხადია იყო სამხედრო კომპონენტიც და შეგვიძლია ვნახოთ ეს ნაწილიც მარგველაშვილის ინაუგურაციიდან. საქართველოს სახელმწიფო დროშა.
რაც შეეხება უკვე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, ის თელავში ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართა და საკმაოდ პომპეზური იყო ისიც, მიწვეული სტუმრების მრავალფეროვნებით, ღონისძიებას 1800-მდე სტუმარი ესწრებოდა მაშინ და როგორც მაშინ მედია იტყობინებოდა, გომბორის გზაზე მოძრაობაც კი იყო შეზღუდული და ადამიანებს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეეძლოთ გადაადგილება თელავში ინაუგურაციის დროს. ქვემეხებიდან 3-ჯერ გაისროლეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისას და თელავის მერიამ წინასწარი გამაფრთხილებელი განცხადებაც კი გაავრცელა ამისთვის, რომ გაცნობებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს პირველიდან 3 საათამდე პერიოდში მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა. გთხოვთ გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია, წერდა მაშინ თელავის მერია. ზურაბიშვილის ინაუგურაციას ესწრებოდა მაშინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ზოგადად ინაუგურაციების ღონისძიებების ნაწილი ყოველთვის იყო სამხედრო კომპონენტი, ეს იყო შეიარაღებული ძალების მისალმება მთავარსარდალთან და საარტილერიო ზალპი და შეგვიძლია ახლა ვნახოთ ეს კოლაჟიც. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. ჩემი მიზანია ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა. გიორგი, ეს ყველაფერი მომინდა და მოგვინდა შეგვეხსენებინა მაყურებლისთვის, იმიტომ რომ გასაგებია რომ ეს არის სიმბოლური დატვირთვის ეს ღონისძიებები, მაგრამ აი სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ყოველთვის სხვათაშორის გაგაწყვეტინებდა სიმბოლური ხასიათის იყო სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაც. ახლა კიდევ ერთხელ დავაკვირდი და იგივე კოსტუმი, იგივე ფერებში იყო გამოწყობილი წარმოდგენილი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღესაც ის ანიჭებს ასეთ სიმბოლოებს, მნიშვნელობა ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ის ლეგენდარული, ასე ვთქვათ, მოსახვევი ქალის, ხო, შარფი, რომლითაც ის მიტინგებზე, ძველი ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტებზე იყო წარმოდგენილი და ამბობდა, რომ სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება, მუდმივად ამითი ვიულიო. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც როცა მოვა მერე დრო და სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტების მუზეუმში ეჭვი მაქვს, რომ ყაველაშვილის იქ საერთოდ ვერაფერი ვერ მოხდება, ან სპეციალური კუთხე იქნება მიჩენილი, მაგრამ აი სალომე ზურაბიშვილის ამ ტიპის სიმბოლოები აქტიურად შინაარსობრივი სიმბოლოები, ხო, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც იმ ეპოქის პოლიტიკური განაცხადი. ფორმა იქნება სიტყვიერი მნიშვნელობის, ანუ შინაარსი, რასაც არ უნდა იყოს, ან ფორმის, ან ეს არის განაცხადი იმ ეპოქის, იმ კონკრეტული ეპოქის პოლიტიკური განაცხადი და ამიტომ ამ ზეთ რაღაცებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ახლა რომ მიუხედავად იმისა, კიდევ გაგაწყვეტინებ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე რო ობიექტურები ვიყოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის მკვეთრად შეზღუდული, მათ შორის არჩევითობის ხარისხით, ლეგიტიმაციის ხარისხით, ფორმალურად როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრეზიდენტი მით უმეტეს, როდესაც მას თითქოს მართველი ძალის მხარდაჭერა გააჩნია და ასე შემდეგ, განასახიერებს იმ პოლიტიკას, ან თავად აყალიბებს იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში უნდა გატარდეს საპრეზიდენტო ვადის, ან ახალი საპარლამენტო ვადის განმავლობაში და ამ შემთხვევაში სრული კატასტროფა გვაქვს ჩვენ სახეზე, მათ შორის თავად ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი და გამორჩეული კანდიდატების ფონზე, ასე ვთქვათ და საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციის მასშტაბის გათვალისწინებითაც. და ახლა ამ ყველაფრის ფონზე რაც ვნახეთ, რა კოლაჟიც ვნახეთ ჩვენი წარსული ინაუგურაციების, ანუ მართლა ძალიან კონტრასტული არის და ძალიან კარგად ჩანს თუ როგორი იყო დღევანდელი ინაუგურაცია და შეგვიძლია უკვე გადმოვიდეთ დღევანდელ დღეს და ამ კონტრასტს უფრო კიდე კარგად დავინახავთ ამ კადრების ნახვის შემდეგ. პარლამენტის შენობაში შეკეტილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ელიტა და სამღვდელოება და ვინც იყვნენ შეკრებილები, რაღაცა ესე ფორმალურად უცებ ნაუცბათებად ჩაკითხული ფიცი, რომელიც ასევე შუაში შეეშალა კიდევაც
სადაც ახალ პრეზიდენტს და რაღაცა გაჩერდა. ეგრეთ წოდებ. გულს დავაყოლოთ ეს სიტყვები სამწუხაროდ გვიწევს ამის ლექსიკაში, პოლიტიკურ ლექსიკაში, დამკვიდრება უკვე, მაგრამ ისეთი არის და დასამკვიდრებლად მაინც ცოტა ძნელი არის და ხანდახან გავიწყდება ხოლმე მაინც და შემდეგ იყო მისი სიტყვა, რომელზეც აი ჩემი აზრით ძალიან კარგი შეფასება იყო ის მუსიკოსი თამადას გამოხმაურება, რომელსაც თქვა რომ ასეთი კონკურენტი არასდროს არ მყოლიაო, დაახლოებით ასეთი სპიჩი ქონდა დღეს ჩვენს ახლად არჩეულ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, ქართული ოცნების მიერ დასმულ პრეზიდენტს და შეგვიძლია ეს ნაწილიც ვნახოთ ახლა დღეს როგორ გამოიყურებოდა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საკანონმდებლო ორგანოში. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციების და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე კარგად გვიჩვენებს ჩვენი ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეღელოდ იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით რომ მომებისგან დაქანსული ქართველებს მშვიდობა სანატრელი გვაქვს ქცეული. მე შენი პირველი პრეზიდენტი ვარ. ეს მაინტერესებს სხვა შორის მეც ვერ მივხვდი წესიერად. მე პირადად ჩემი გასაგებია რომ ხუმრობდა, მაგრამ თუნდაც ხუმრობით ის მიმართავდა ეს ჯერჯერობით გამოცანად რჩება. იყო ვერსია სხვა შორის Facebook-ზე ხო ასეთ რაღაცებს მე დიდი გამოხმაურება მოყვება ხოლმე მიკროფონი დარჩა ჩართული და იყო ვერსია რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს მიმართავდეს, მაგრამ მე ეს ვერსია გაანეიტრალდა იმით რომ შენობითო არ ეთყოდაო და ეგ ვერსია გამორიცხული ამბავი. ხო, ეგ ვერსია გამოირიცხა და ჯერჯერობით გამოცანად დარჩა ვისი პირადი პრეზიდენტი ღმერთებს შენობა. სხვა შორის ღმერთებს შენობით ლოცვა რო დაგვიწერა შენობა. აი ხო, ახლა შენ აყირავებ უკვე იმ ვერსიას რომ შენობით შეიძლება და არ მიემართო. კერპთან ასეთ დამოკიდებულება და ცნობა მათ არ აქვს, მას არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ და არც არის ეს გასაკვირი რომ დღეს ეს ისევე როგორც მისი ასე ვთქვათ არჩევის პროცედურა მიმდინარეობდა გარეთ პროტესტის ფონზე, იგივე იყო დღესაც ხალხი როგორც ათონელის რეზიდენციასთან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე იყო შეკრებილი, ასევე პარალელურ რეჟიმში პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, როგორც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს.